მოგესალმებით მეგობრებო, Go Group Media-ს და Gem News-ის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში ჩვენ წერთ ჩვენს მორიგ ინტერვიუს. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანადამფუძნებელი თამთა მიქელაძე. თამთა, გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე. თქვენ ერთ-ერთი ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ქართულ-აფხაზურ თემაზე აქტიურად მუშაობს, აქვეყნებს როგორც თქვენ ისევე თქვენი ორგანიზაცია აქვეყნებთ სხვადასხვა კვლევას, სხვადასხვა სტატიას და რამდენადაც ვიცი, ეს რაღაც არაფორმალურ დიალოგებშიც ჩართული ხართ. როგორ შეაფასებთ ეხლანდელ ქართულ-აფხაზურ მდგომარეობას, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მდგომარეობას, როგორც ოფიციალურ ჟენევის ფორმატს, ასევე ამ არაფორმალურ დიალოგს. მოგესალმებით, მადლობა თქვენს დაინტერესებისთვის და ზოგადად იმ შრომისთვის, რომელსაც Gem News-ი წევს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. ხო, ეს საკითხი ნამდვილად რთული და მრავალშრიანი პრობლემაა. 2008 წლის ომის შემდეგ მთლიანად პარადიგმა კონფლიქტებთან მიმართებით შეიცვალა. ხო, აი ომმა, ოკუპაციამ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამ რუსეთის მხრიდან და შემდგომში ამ აღიარების მცდელობებმა ქართული პოლიტიკა მეტწილად არაღიარების და დეოკუპაციის მოდუსში გააძლიერა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით ძალისხმევა ძალიან სუსტი იყო, ხო? და მით უფრო სამშვიდობო პოლიტიკამ გარკვეული ისეთი პოლიტიკური მნიშვნელობები დაკარგა, ხო? ჩვენ აი ენაშიც დავინახავთ, რომ სახელმწიფო ამოდის აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული ინტერესებიდან და თქვა ამ მიზნით ის გარკვეულ პროგრამებს დაანერგავს, თქვა როგორიც არის ჯანდაცვის პროგრამები ან თქვა განათლების პროგრამა, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ კონფლიქტის მიმართულებით, ხო, კონფლიქტების მოგვარების მიმართულებას აქვს პოლიტიკური პოტენციალიც, ხო, ის გაუცხოება, რომელიც ამ საზოგადოებებს შორის არსებობს, დაძლიოს და ახალი, თქვა, ალტერნატივები შევთავაზოთ, ხო, იგივე თქვა ამ ადგილობრივ საზოგადოებებს თუ ელიტას, ეს ნაწილი მთლიანად დაიკარგა. და დღეს ნამდვილად დეოკუპაციისა და არაღიარების პარადიგმაა წამყვანი და თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ან სამშვიდობო პოლიტიკაზე მიმართული ფორმატი, ხო, ის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციას უზრუნველყოფს როგორც მექანიზმი და გარკვეულწილად ჰუმანიტარული საკითხებით შემოდის, მაგრამ მას არ აქვს კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების მანდატი და არც შესაბამისი ინსტრუმენტები, მეთოდოლოგიები, რაც ამ საქმეს ჭირდება. ამიტომაც განსაკუთრებულად აგვისტოს ომის შემდეგ ჩანს, რომ ჩვენ საზოგადოებების, თქვათ, იზოლაცია ერთმანეთისგან, დაშორება, გაუცხოება გაიზარდა. ეს მათ შორის ახალგაზრდა ჯგუფებში ძალიან ჩანს, როცა მათ კონფლიქტებისა და მასთან დაკავშირებული ტრამვის შესახებ, ხო, რაღაც ეს გამოცდილებაც კი ძალიან დაბალი აქვთ და მთელი ამ ისტორიის დანახვა, კონფლიქტების ისტორიის დანახვა მეტწილად აი რუსეთის პერსპექტივიდან და საგარეოპოლიტიკური პერსპექტივიდან ხდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კონფლიქტებზე მრავალ განზომილებაში საუბარი და ჩვენ ხშირად სწორედ ამას ვამბობთ, რომ ამ კონფლიქტებს აქვს როგორც საგარეოპოლიტიკური განზომილება, რაც თქვა საქართველოსა და რუსეთის თქვა ომს ან რუსეთიდან მომდინარე აგრესიას უკავშირდება, ასევე გლობალური განზომილება, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტში და დაძაბულობაში ჩანს, თუმცა ამავდროულად მას აქვს ადგილობრივი ეთნოპოლიტიკური განზომილებაც, ხო, და ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ხო, ამ კონფლიქტის გაუცხოებისა და დაძაბულობის სხვადასხვა ეტაპზე, რომელიმე განზომილება იყო უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი, თუმცა ბუნებრივია, რომ მთლიანად პოლიტიკა მიმართულებით ყველა შრეზე, ხო, ჩარევას უნდა გულისხმობდეს, როგორც ანექსიის შემცირების
იმპერიის და თქვა ოკუპაციის საკითხებს, ასევე საქართველოს ევროპეიზაციის მიმართულებით ხო რაღაცა გააქტიურებას და პროგრესს და ამავდროულად ბუნებრივია რომ ეს უნდა იყოს კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მიმართული სამუშაო, რომელიც დაგვანახებდა საერთო ინტერესებს, საერთო დღის წესრიგებს და ამის გარშემო ხო გარკვეული შესაძლებლობების და რესურსების შექმნას. თუმცა ეხლა ჩვენ არ შეიძლება არ ვაღიაროთ რომ უკრაინაში ომმა ახალი შესაძლებლობებიც და ტრამვებიც გააჩინა. არ მხოლოდ უკრაინის ომმა, არამედ მათ შორის ყარაბაღის მეორე ომმა და მთელმა სამხედრო ესკალაციამ, რომელიც ჩვენს რეგიონში ვიხილეთ და პრინციპში უკრაინის ომის შემდეგ საინტერესო პროცესები ჩანს აფხაზეთში. ერთის მხრივ ძალიან აშკარა რომ ბუნდოვანი გახდა მომავალი, თუ არსებობდა რაღაცა მყარი სტატუს quo აფხაზებისთვის თუ რა გარანტიები ჰქონდათ მათ ან რა ტიპის დათმობებზე შეიძლება მიდიოდნენ რუსეთთან და რუსეთთან დაკავშირებული ურთიერთობებს რაღაცა ტიპის სიცხადე გააჩნდათ. ახლა ჩანს რომ მათი მომავალი ბუნდოვანია, იმიტომ რომ ბუნდოვანია უკრაინის ომი როგორ დასრულდება და ეს რა გავლენას მოახდენს რუსეთზე და როგორ შეცვლის საბოლოოდ ომის შედეგები მის ყოფნას და გავლენებს სამხრეთ კავკასიაში. ამავდროულად მათთვის ძალიან აშკარად გახდა რომ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პოლიტიკას აფხაზეთში, იმიტომ რომ ამ ეკონომიკურმა სანქციებმა და გლობალური ბაზრებიდან ხო რუსეთის განდევნამ გამოიწვია რუსეთის ოლიგარქიული სისტემის, ეკონომიკური სისტემის დაინტერესება უკვე პერიფერიული ბაზრებით და ჩვენ ხედავთ ბოლო წელია როგორ აქტიურად იწყებს რუსეთი სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსებისა და ობიექტების ათვისებას, ხო, აფხაზეთში, რასაც ადგილობრივი საზოგადოება და თქვა იგივე პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი წინააღმდეგობას უწევს. მაგას უკავშირდებოდა ჩემი შემდეგი კითხვაც. პრინციპში, რასაც ახლა მედიას რო შევხედოთ, აშკარად ჩანს სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აშკარად ჩანს მზარდი ანტირუსული სენტიმენტები, რაც უკავშირდება იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთი აფხაზეთში აწარმოებს, თუნდაც ორმაგ მოქალაქეობის თემა, არის პრივატიზაციის თემა, მიწის ყიდვის თემა, რასაც აფხაზური საზოგადოება უპირისპირდება რუსეთს, ასე ვთქვათ, რადგან რუსეთს უნდა აი ამ კანონების მიღება და ჯერჯერობით აი ხლა აპარტამენტების თემა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება და ეს რა თქმა უნდა ანტირუსული სენტიმენტები, როგორც ხშირად ცდარად გონიათ საქართველოში, პირდაპირ პროქართულ სენტიმენტებად არ ითარგმნება. მაგრამ ერთგვარი შესაძლებლობაც არის, რომ რუსეთის ორბიტას მოწყდეს მეტნაკლებად აფხაზეთი და ჩვენს რაღაცგვარად ამით ჩვენი საერთო ურთიერთობების წინ წასაწევად ვისარგებლოთ. თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ ამ მიმართულებით? ხო, აი როცა ვთქვი რომ სირთულეებიც და ბუნდოვანებები და ამასთან დაკავშირებული დაუცველობის ხო, რაც განცდები და შესაძლებლობები შექმნა, სწორედ აი ამ კონტექსტმა ხო, რომ რასაც ბუნდოვანია რუსეთის გავლენები, თუნდაც ამ რეგიონში ეს ბაზრების ათვისების აგრესიული ტენდენცია, ან თუნდაც ის რომ რუსეთმა ნამდვილად დაკარგა სოლიდურობის განცდა, ხო, ჩემი აზრით აფხაზურ საზოგადოებაში და არ მხოლოდ აფხაზურ საზოგადოებაში, ეს თქვა იგივე სომხურ საზოგადოებაში ჩანს, ხო? განსაკუთრებულად ყარაბაღის ომის კონტექსტში, როცა რუსეთმა სომხეთის დაცვის ეს ვალდებულება და რაც ნაგულისხმევი, ხო? ვალდებულება არ შეასრულა. ამიტომაც ამავდროულად ჩნდა, რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე ომის ხასიათი, ხო? რომელიც ბრუტალურია, სასტიკი, ყოველგვარი თამაშის წესების გარეშე, რაღაცა ომის თამაშის წესების გარეშეც ხშირად, ხო? ან ის თუ როგორ ინსტრუმენტალიზებას უკეთებს და რა მაღალი რისკების წინაშე დააყენა იგივე ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონები, ხო? რასაც ხედავს აფხაზური ხო, რასაც რა თქმა უნდა, აფხაზური მხარე აქტიურად ვრცელდება ეს ყველაფერი. ხო, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოება მას ხედავს და თქვა რაღაცა ტიპის ნდობისა და გარანტირებულობის განცდა მცირდება ამ ფონზე და რა თქმა უნდა, ეს აჩენს შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ მან ერთის მხრივ შეუქმნას გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები, დამატებითი აფხაზებს და ის რომ საქართველოს ევროპეიზაციის ეს აქტიური პროცესი, სწორედ ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს გაუჩნდა ამ
მიმართულებით და რაც გაფართოების ახალ ტალღაში ეს აქტიურად შეიძლება მოუყვეთ ევროპეიზაციის ეს პროცესი გამოიყენოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით და დაანახოს აფხაზურ საზოგადოებას ევროკავშირში გაწევრიანების, თქვათ, მომავალი, რას იკეთებს და უსაფრთხოების რა გარანტიებს მოუტანს მათ და ამავდროულად რა შესაძლებლობები არსებობს, ხო, რაღაც უფრო საერთო ინტერესების და ახალი ალტერნატივების და შესაძლებლობების შეთავაზებისთვის. რამდენიმე კითხვა პრინციპში თქვენი ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებითაც მაქვს, რადგანაც თქვენ საკმაოდ აქტიურად ხართ ჩართული ამ დიალოგში არაფორმალურ და ასევე აქვეყნებთ სხვადასხვა მასალას ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად თქვენ ერთ-ერთი თანამდებობელი თქვენი სამართლიანობის სოციალური სამართლიანობის ცენტრი როგორ უყურებს სამშვიდობო პოლიტიკას განსაკუთრებით ჩვენს კონფლიქტებთან მიმართებაში? ხო, ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია თავად მშვიდობის იდეა, ხო, რომელიც ჩვენი აზრით რადიკალური პოლიტიკური იდეაა, იმიტომ რომ ის არ გულისხმობს მხოლოდ ომის არარსებობას და ძალადობის შეკავებას, არამედ გულისხმობს სისტემების, ინსტიტუტების და საზოგადოებების ტრანსფორმაციას, ხო? ჩვენი მთავარი წარმოდგენა დგას იმაზე, რომ სისტემაში, საზოგადოებაში, რეალობაში არსებული სტრუქტურული უსამართლობები და უთანასწორობები, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ხო, მასზე დაფუძნებული იერარქიები, ასიმეტრიები, დემოკრატიული, თქვათ, პრაქტიკების ნაკლებობა იწვევს კონფლიქტებსა და გაუცხოებას, ხო? და თუნდაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზს თუ გავაკეთებთ, მას მრავალშრიანი ახსნა აქვს, ხო? ერთის მხრივ ეს აიხსნება იგივე საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული ქართული ნაციონალიზმით და აფხაზური ნაციონალიზმით, ხო, რომელიც სტერილური იყო, რომელიც ეთნიკურ ჯგუფებს შორის იერარქიების დაშვების ლოგიკაზე იდგა და რომელმაც ეს ეთნიკური იდენტობა, ხო, როგორც მარკერი ძალიან გააძლიერა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ეთნიკური ნაციონალიზმები ძალიან ძლიერი და თქო წამყვანი იყო. ჩვენ იგივე როცა ამ კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, ხო, თვალშესაცემია ის, რომ როცა დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, სინამდვილეში როგორ საზოგადოებას ვაშენებდით, არ ვიცოდით და ამისთვის არც მომზადებულები ვიყავით, ხო? და ეს პროცესები იყო ესეთი რადიკალური, ემოციური, ნაკლებად დაფუძნებული შეთანხმებებზე, მსჯელობებზე და განსაკუთრებულად რეგიონებისთვის და იგივე თქვათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებისთვის საკმარისად ნათელი არ იყო, ხო, თუ როგორი იქნებოდა მათი ადგილი მომავალ სახელმწიფოში და თბილისური ელიტა მაშინ ამაზე მათ არც ელაპარაკებოდა, ხო, თუ როგორ გადანაწილდებოდა ძალაუფლება, რესურსები და ასე შემდეგ, ხო? ან ის რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით სუსტი სახელმწიფო, რომელიც შიდა კრიზისების მართვასაც ვერ ახერხებდა. ან ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან სერიოზული შეცდომებით დაუშვეს სხვადასხვა პერიოდში ავტორიტარულმა რეჟიმებმა და ხელისუფლებებმა, რომელმაც ძალიან მძიმედ მოახდინეს კონფლიქტებისა და ტერიტორიულობის საკითხების ინსტრუმენტალიზება და რაღაც მძიმე შედეგებამდეც მივედით, ხო? ამიტომაც როცა სამშვიდობო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩაუღრმავდეთ იმ ისტორიულ სტრუქტურულ მიზეზებს, რომელიც ამ უსამართლობების, გაუცხოების საფუძველი არის. ხო, სწორედ ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს ჩვენთვის რადიკალური პოლიტიკური იდეაა, იმიტომ რომ ის სწორედ ამ უსამართლობების, უთანასწორობების აღმოფხვრას გულისხმობს. ამიტომაც, როდესაც თქვათ, თუნდაც ჩვენს კონფლიქტებზე ვსაუბრობთ და ამავდროულად ჩვენ დავაღიაროთ, რომ საქართველოში ჩვენ ბევრი კონფლიქტი გვაქვს, ხო? ანუ დღეს როცა ქართულ რეალობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური კონფლიქტი, ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ თვალშესაცემია უხილავი ეკონომიკური კონფლიქტი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში, ამიტომ რომ ძალიან მაღალია სიღარიბის ეკონომიკური უთანასწორობის და რეგიონალური უთანასწორობის მაჩვენებლები, ხო, რეგიონებს შორის კეთილდღეობაში უთანასწორობის მაჩვენებლები. ჩვენ ვხედავთ სრულიად გათიშულ საზოგადოებას ეთნიკური და რელიგიური ნიშნებით და მიკროკონფლიქტებსაც კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაღაც მუნიციპალიტეტებში, სოფლებში. ამიტომ ჩვენ ბევრი ტიპის კრიზისი გვაქვს და ჩვენთვის მშვიდობის მშენებლობა
ხო ეს არის პროცესიც და მიზანიც, რომელიც გულისხმობს თლიანობაში, ჩვენ სისტემაში, საზოგადოებაში, ხო, აი ამ ისეთი ცვლილებების ხელშეწყობას, რომელიც გაუცხოების, იზოლაციის, ძალადობის, დაპირისპირების რისკებს აღმოფხვრს და ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული კულტურა და დემოკრატიული პრაქტიკები, ხო? იმიტომ რომ სწორედ დემოკრატიული დელიბერაცია, შეთანხმებების მიღწევა, კომპრომისებზე წასვლა, დიალოგი, მოსმენა, სოლიდარობა, ხო არის ის პროცესები და რაღაც ეთიკური პრინციპები, რომელიც საზოგადოებაში არსებულ გაუცხოებებს დაძლევს. და მე ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ზოგადად თქვათ გამყოფი ხაზების აქეთ, ხო? საქართველოში დემოკრატიული, სოციალურად სამართლიანი თანასწორი, ხო, რათა პოლიტიკების გატარება გამოიწვევს ჩვენი საზოგადოების იმდაგვარ ტრანსფორმაციას, რომელიც ერთის მხრივ 90-იან წლების გამოცდილებას გადაიაზრებს და ის მზად იქნება უთხრას სამართლიანი და გულითადი სათქმელი გაყოფილ საზოგადოებებს, მაგრამ რომელიც შესთავაზებს გაცილებით საინტერესო ალტერნატივებს ამ საზოგადოებებს, ხო, რომლის საფუძველი სწორედ კეთილდღეობაში, დემოკრატიაში, სოციალურ სამართლიანობაში, თანასწორობაში, იგივე მულტიკულტურალიზმში, ხო? იმიტომ რომ თქვათ ეს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები იყო და ის თუ ქართული ნაციონალიზმი როგორი იყო და როგორი არის, ხო, ის ბევრად შერბილდა მისი რადიკალური ეთნიკური შინაარსი, ხო? ბევრად შერბილდა, თუმცა მას ისევ მძიმე ფორმები აქვს, ხო? დღეს ჩვენ საქართველოში საუბრობთ, რომ საქართველოს ეთნორელიგიური ნაციონალიზმი გვხვდება, ხო? სადაც პირველი კლასის მოქალაქეებად დანახულები არიან ქართველი, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებლები და შემდგომში მოდის იერარქიების, ხო, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების. და სანამ ჩვენ არ ვიფიქრებთ იმაზე, თუ ეს ჩვენ ვინ არის, ვინც ვაშენებთ ამ ქვეყანას და ამ ერთობას არ დავაშენებთ რაღაცა ტიპის ჰიბრიდულ, მულტიკულტურულ წარმოდგენაზე, ბუნებრივია, რომ თუნდაც აფხაზური და უსური საზოგადოებისთვის, ხო, ჩვენი ველი და ჩვენი სისტემა მიმზიდველი არ იქნება, ხო, იმიტომ რომ თუ ის სტერილურ ეთნორელიგიურ პრინციპებზე იდგება, სადაც სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს პრობლემები აქვთ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ბათუმში ქართულ მუსლიმებს მეჩეთს არ უშენებს, ხო, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს მათი სერვისის მიწოდების პროცესში უმცირესობების ენის გამოყენების შესაძლებლობას არ ვაძლევთ, სადაც ორჯერ მეტი ჩამორჩენა ეთნიკური უმცირესობების განათლებაში, სადაც პოლიტიკური რეპრეზენტაცია, თქვათ იგივე ეთნიკური უმცირესობების მკვეთრად დაბალია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებშიც კი, როცა ჩვენ ასეთი გამოწვევები გვაქვს, აღარ ვისაუბრებ, ხო, აი ამ სიღარიბეზე, მზარდ და გაჭიანურებულ სიღარიბეზე. ანუ ბუნებრივია, რომ ჩვენ მხარეს ძალიან ბევრი ნაკლოვანებაა, ხო? ამიტომაც ჩვენთვის მშვიდობის იდეა მთლიანად ჩვენ საზოგადოებაში ძირეულ ტრანსფორმაციებს, ახალი პოლიტიკური კულტურის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც მოამზადებს ნიადაგს უკვე აფხაზურ და უსურ საზოგადოებებთან დიალოგისთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვის უშუალოდ ამ კონფლიქტებთან კავშირში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ თუ ჩვენ აი ამ კონფლიქტებს გეოპოლიტიკური პერსპექტივითაც შევხედავთ და ეთნოპოლიტიკური პერსპექტივით, ბოლო წლებია, განსაკუთრებულად 2008 წლის ომის შემდეგ დომინირებს მხოლოდ საგარეო პოლიტიკური დანახვა და ჩვენ სულ უფრო ნაკლები რესურსები, სენსიტიურობა და რაღაცა ტიპის ინსტრუმენტები გვაქვს ამ კონფლიქტის ეთნოპოლიტიკურ შინაარს როგორ უპასუხოთ და როგორ ავაშენოთ ნდობა, დიალოგი, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დღის წესრიგები გაყოფილ საზოგადოებებთან. ამიტომაც ჩვენთვის ხო აი ამ საერთო ინტერესებზე და დღის წესრიგებზე ფიქრი, ყურადღებით და მგრძნობიარად მოსმენა თუ რა უნდა აფხაზურ და უსურ საზოგადოებას. ხო? და ჩვენ ნამდვილად არ ვხედავთ ამ საზოგადოებებს როგორც მარიონეტებს, ხო, ვიღაცების ხელში, რომლებსაც საკუთარი აგენტობა არ აქვს, საკუთარი მეხსიერება არ აქვს, ხო, საკუთარი ინტერესები არ აქვს. ჩვენ ამას ესე არ ვხედავთ. ჩვენ გვინდა დავინახოთ მათი ავთენტური წუხილები, მოლოდინები, ინტერესები და დავინახოთ ის თუ შემდგომში ჩვენ ამაზე პასუხის გაცემა როგორ შეგვიძლია. თქვენი ცენტრის ერთ-ერთი განცხადების მიხედვით თქვენ ევროკავშირს და სხვა დასავლურ აქტორებს, რომლებიც არიან ჩართული ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, ისე როგორც ქართულ-ოსურ
თუმცა ეს მოლაპარაკებები უკვე ნაკლებად წარმოებს. ურჩევთ, რომ მხარი დაუჭირონ სტატუს ნეიტრალურ პირდაპირ დიალოგს მხარეებს შორის და რა იგულისხმება სტატუს ნეიტრალურ პირდაპირ დიალოგში და როგორ შეიძლება ამის იმპლემენტირება რეალობაში. ხო, კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ერთის მხრივ კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკური ღირებულება არ არის დანახული მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების მიერ. ხო, თითქოს საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ კავშირებიდან დობა გქონდეს აფხაზებთან და ოსებთან და როდესაც დეოკუპაცია მოხდება, ხო, ეს ამ კავშირებისადან დობის რესურსი გამოგვადგეს იმისთვის, რომ კონფლიქტის გაღვიძება ისევ არ მოხდეს, ხო? და ისინი არ ხედავენ, რომ თავად კონფლიქტის ტრანსფორმაციას, ანუ საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ დღის წესრიგს და დიალოგზე დაფუძნებულ ამ პროცესებს შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური წვლილი შეტანა საბოლოოდ კონფლიქტების მოგვარებაშიც, ხო? და როცა გარკვეული ისტორიული პერიპეტიები ხდება, ჩვენ ვხედავთ სწორედ ერთი შეხედვით, ხო, აი ამ ქვედა დონეზე, ვთქვათ, იგივე თბილისსა და სოხუმის შორის დიალოგს, რაღაც მნიშვნელოვანი ისტორიულ მომენტში როგორი დიდი პოტენციალი შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკის. ამიტომაც პირველი პრობლემა თავად ეს არის, რომ ძალიან დეპოლიტიზირებული, მეტად ჰუმანიტარული პერსპექტივიდან კონფლიქტების ტრანსფორმაციის იდეის დანახვა. მეორე საკითხი, ხო არის ის, რომ სწორედ იმის გამო, რომ ვთქვათ, მეტწილად არაღიარებისა და ოკუპაციის პერსპექტივიდან არის ეს რეგიონები დანახული, ჩვენ არ გვაქვს ის არხები და პლატფორმები, სადაც აფხაზურ და ოსურ მხარეს პირდაპირ ვესაუბრებით. და აქ საუბარია პოლიტიკურ ელიტებს შორის დიალოგზე, ხო? სადაც მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება უფლებრივ საკითხებს, ჰუმანიტარულ საკითხებს, სოციალურ საკითხებს და ასე შემდეგ, რაც არ უკავშირდება ტერიტორიებისა და სტატუსების საკითხებს, სწორედ სტატუს ნეიტრალური ამ გაგებით, ხო, რომელიც ახერხებენ რაღაცა შეთანხმებების მიღწევას და ეს ქმნის გარკვეულ ნდობასაც. აი, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ თქვა ჩვენი რეგიონი მოწყვლადია უსაფრთხოების კუთხით, ხო, და მუდმივად არსებობს ესკალაციის შიშები. მაგალითად, აფხაზურ არაფორმალურ დიალოგში, როცა აფხაზებს ხვდებით, იცით რას ხედავ, რომ ერთის მხრივ ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს და ჩვენზე მალეც იგებენ აქ რა ხდება. მაგრამ ჰიპერტროფირება ხდება გარკვეული აღქმების. მცირე განცხადება, მაგალითად, მარტის აქციების დროს, სოხუმის დაძახება აქციაზე მათთვის არის შიშის საფუძველი, რომ შეიძლება ვიღაც შევარდეს და ისევ რაღაც მათ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას, ხო? და ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით აი ამ შიშების მიმართ, ხო? და აი ამ შიშებს ის რომ ჩვენი საზოგადოების ინსტრუმენტალიზება შეიძლება ძალიან ადვილად მოხდეს, სწორედ იმის გამო რომ საკითხებზე არ მსჯელობთ და მხარეებს შორის დიალოგი არ არის, რომელიც გარკვეულ მოლოდინებს, ნდობებს და კავშირებს აჩენს, ხო? რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ისედაც მოწყვლად უსაფრთხოების რეალობაზე ძალიან მძიმე გავლენას ახდენს. ამიტომაც ერთის მხრივ, ხო, მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციის ნაკლებად არის დანახული. საერთოდ თბილისი ფიქრობს, რომ აფხაზურ მხარესთან დიალოგს არავითარი პერსპექტივა არ ექნება, ხო, ისევ აი ამ მარიონეტულად მათი დანახვის, ხო, მიზეზით და მეორეს მხრივ ის ჩვენ აღარ გვაქვს რაიმენაირი არხები დიალოგის, რომელიც სწორედ აი მოლოდინებს და ნდობას გააჩენდა. და ბუნებრივია, რომ სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალურ დიალოგის ფორმატებს ამის ჩანაცვლება არ შეუძლია. ეს ფორმატები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ფორმატები ლიმიტირებულია. აფხაზურ საზოგადოებაზე სულ უფრო მეტად იზრდება წნეხი ამგვარ დიალოგში მონაწილეობის და ვერანაირად ვერ განიხილება ის როგორც რაღაცა ტიპის ალტერნატივა, რომელიც ამას ჩაანაცვლებს. ამიტომაც ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწოდებაა ჩვენთვის, რომ უბრალოდ არსებობდეს სივრცე, ხო, სადაც პოლიტიკური აქტორები ადამიანებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას და გარკვეულ შეთანხმებებს ახერხებდეს. თვითონ აი ორივე საზოგადოება რო ავიღოთ და ასევე ის პოლიტიკური კლასი, რომელიც აფხაზეთში არის, რომელიც ახლა ჩვენთან არის აი ეს თემები, რომლებიც ახლა ჩვენ წამოვწიეთ, რომ აი ამ საჭიროება დგას, რამდენად არის ამის პოლიტიკური მზაობა, ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, თქვენ ახლა მაგათაც არაფორმალურ საუბრებში, დიალოგში ხართ ჩართული და აფხაზეთში ახლა მაგალითად
პოლიტიკაში ისეთი პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ძალიან ეწინააღმდეგებიან ქართულ მხარესთან ასეთი დიალოგის წარმართვასაც კი. ჩვენთან მეტნაკლებად ეს თემა ასე ვთქვათ მიჩუმათებული არის და ძალიან იშვიათად რომ ყოველდღიური განხილვის თემა გახდეს რაიმე ტრანსფორმაცია, კონფლიქტის მოლაპარაკებები და ასე შემდეგ, მხოლოდ რაღაც დღესასწაულებზე თუ ახსენდებათ ხოლმე ქართულ პოლიტიკოსებს და თქვენ რამდენად ხედავთ ამის მსაუბრს? სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ დიალოგის შესაძლებლობები თითქმის არ არის და გაყინულია ეს პროცესი თბილისსა და სოხუმს შორის და ისეთ საკითხებზეც კი რომელიც ნაკლებად პოლიტიკურია, მაგრამ რომელიც შეიძლება ადგილობრივი საზოგადოებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ხო რაღაც საგნობრივი დისკუსიაც თბილისსა და სოხუმს შორის არ არის, რაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ მან შეიძლება მცირე საკითხების, სოციალური უფლებრივი საკითხების მოწესრიგებაც კი გაართულოს და ეს პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე, კეთილდღეობაზე თუ განვითარების შესაძლებლობებზე. ჩვენ ახლაც ვერ ხედავთ ამ რესურსს თბილისის და ჩვენი ხელისუფლების შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ვხედავთ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ხო? ერთის მხრივ ეს არის მკვეთრი შემოbrunება და დაზიანება ევროპეიზაციის პროცესის, ხო? ძალიან თავხედური განცხადებები ევროკავშირთან დაკავშირებით, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ან დასუსტება დიპლომატიური მუშაობის ევროკავშირთან თუ თუნდაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დაფიქსირებული აშკარა ხო რაღაცა ჩამორჩენა და სისუსტეები, მაშინ როდესაც მართლა ისტორიული შესაძლებლობები იხსნება, არ მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სინამდვილეში ვთქვათ იგივე კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის და ეხლა ძალიან ბევრ რამეს უნდა აკეთებდეს თბილისი, ხო? აი ამ ახალი შესაძლებლობებისა და პროცესების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოსაყენებლად. ხო, და როცა ჩვენ ვხედავთ თუნდაც რუსეთის მიმართ დათბობის ნიშნებს, ხო, როცა მტრად ვეღარ მოიხსენიებენ პოლიტიკურ ენაში, როცა იგივე ფრენები გაიხსნა, ხო, რაღაც გაზრდილია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, უკონტროლო მიგრაციას ვხედავთ რუსეთთან და ეს რუსეთის მოქალაქეების და ეს მუდმივად რაღაცა ტიპის მიკრო სოციალურ კონფლიქტებსა და შფოთს წარმოშობს ამ საზოგადოებაში და ყოველგვარი დაბალანსების გარეშე, ხო, მოსახლეობის უკმაყოფილებას, ყოველგვარი რაღაცა პოლიტკორექტულობის გარეშე პასუხობს ქართული ოცნება და ახალგაზრდებს, ხო, რომელიც რაღაც ანტირუსული განწყობებით გამოირჩევიან და ეს მასობრივად ასეა, ხო, ჩვენ საზოგადოებაში მათ ქაჯებს და რაღაც მარგინალებად და რადიკალებად მოიხსენიებს. ხო, მიუხედავად იმისა, ასე ვთქვათ, თავხე გაბედული და თავხედია, როცა ევროპეიზაციაზე საუბრობს, ან რუსეთის ჭარბ გავლენებზე, ხო, საუბრობს და როცა დათბობის თუ დათმობის აშკარა ტენდენციები ჩანს, ჩვენ ხედავთ, რომ ის კონფლიქტების მიმართულებით არაფერს არ ცვლის, ხო? ნაცვლად იმისა, რომ მან სწორედ ამ ისტორიულ მომენტში ფიქრობს რაღაცა ტიპის ალტერნატივების შეთავაზებაზე, ესეთი ალტერნატივები შეიძლება იყოს იგივე სამგზავრო დოკუმენტების საკითხის ახლებური მოწესრიგება, ხო, რომელიც აი იზოლაციის ახალი ტალღის პირობებში, ხო, რაც ევროკავშირის რეზოლუციას მოყვა, გარკვეულ შესაძლებლობებს შეუქმნიდა აფხაზებს, რომ იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში ახალი შესაძლებლობები ნახონ, თქვათ იგივე განათლების მიმართულებით, ხო? ანუ ნაცვლად იმისა, რომ მან რაღაცა ტიპის ეს მომენტი გამოიყენოს და რაღაცა ტიპის ალტერნატივები შესთავაზოს, ჩვენ ხედავთ, რომ ამ მიმართულებით სრული ტაბუ ადევს სახელმწიფო პოლიტიკას და არაფერი არ იცვლება, რაც ბუნებრივია. დეიზოლაციის კუთხით რა შეიძლება შესთავაზოს ქართულ მხარემ? ხო, პირველ რიგში, როცა დეიზოლაციაზე ვლაპარაკობთ, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა კლასმაც გააცნობიეროს, რომ დეიზოლაცია ეს არის გზა რუსეთის ანექსიის შემცირების და შესუსტების ამ რეგიონებში, ხო? იმიტომ რომ არ აღიარების პოლიტიკას, რომელიც იზოლაციის პოლიტიკაც იყო, ხო, ამ რეგიონების, არ აღიარების პოლიტიკას ერთის მხრივ ქონდა საკუთარი ლეგიტიმური ახსნა, ხო, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რატო დაჭირდა, ხო, ჩვენს ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხო, ამ პროცესის შეჩერება, რომელსაც თავისი ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა. თუმცა რაღაც ეტაპზე ძალიან აშკარაა, რომ აღიარების პოლიტიკის აღიარების შიში თბილისს აღარ უნდა ქონდეს, განსაკუთრებით
განსაკუთრებულად, როცა ჩვენ საუბრობთ უკრაინის ომის კონტექსტზე, ან როცა თუნდაც საუბრობთ უკვე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც სამართლებრივად გაფორმდა ხო, თქვათ იგივე რუსეთის მოქმედებები და გადაწყვეტილებები ამ რეგიონებთან მიმართებით. და ჩვენ ინერციით აი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სწორედ სრულმა იზოლაციამ ამ რეგიონების მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური, სამართლებრივი, კულტურული გაზარდა რუსეთზე და ეს მუშაობს ყოველს წინააღმდეგ. ეს მუშაობს აფხაზების წინააღმდეგაც და ეს მუშაობს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგაც. ამიტომაც, როცა ვსაუბრობთ დეიზოლაციაზე, რა თქმა უნდა, ჩემთვის დეიზოლაციას პირველ რიგში ეს ემანსიპატორული და ჰუმანური შინაარსი აქვს, ხო? იმიტომ რომ მე მივიჩნევ, რომ თქვათ აფხაზები არიან ჩვენი თანამოქალაქეები და მათი განვითარების, მათი უსაფრთხოების, მათი კეთილდღეობის, უფლებების დაცვის საკითხები ისევ მადარდებს, როგორც ნებისმიერი სხვა საქართველოს მოქალაქის, ხო? მდგომარეობა. თუმცა ემანსიპატორული, აი ამ უფლებრივი, ხო, ეს მოქალაქეობრივი პერსპექტივის მიღმა ჩემთვის ამას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც, ხო? იმიტომ რომ სწორედ იზოლაციამ, ამ განგრძობადმა იზოლაციამ და ჩაკეტვამ გამოიწვია რუსეთზე დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს გრძნობენ აფხაზებიც, რომელიც მათ არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენ, ხო, როგორც უფრო პასუხისმგებლი ან უფრო ძლიერ აქტორს, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტები და რომლებიც მზად არიან უფრო მეტი წვლილი და კონტრიბუცია შეიტანონ კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, ხო, ჩვენ აი ამ შესაძლებლობებს არ ვიყენებთ. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე რეალობაა. რა შეიძლება იყოს გზები, ხო? აი თქვენი კითხვა იყო, რა შეიძლება იყოს ეს დეიზოლაციის შესაძლებლობები. ხო, პირველ რიგში ჩვენი აზრით ეს არის გადაადგილება. ანუ გადაადგილების რეჟიმის, არსებული რეჟიმის ცვლილება ყველა კონფლიქტით დაზარებული ჯგუფისთვის არის მნიშვნელოვანი. ხო, ჩვენ ხედავთ იგივე ჩაკეტვის ტენდენცია, გამყოფი ხაზების, ხო? რა მძიმე გავლენას ახდენს, თქვათ იგივე გალელებზე, ხო? ან ახალგორში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. რამდენად მძიმეა ასევე ვთქვათ აფხაზეთის შემთხვევაში იგივე ის რომ მათ სხვა ქვეყნებში არ შეუძლიათ მოგზაურობა, განათლების მიღება, გარკვეული კულტურული თუ ეკონომიკური ცხოვრებაში ჩართვა, რომელიც მთლიანად ევროპული და დასავლური სამყაროს მიმართ უკვე მე ძალიან ღრმა გაუცხოებას და იზოლაციას აჩვენებს, ხო? ამიტომაც რუსული მასაც ზრდის, რა თქმა უნდა. ხო, რაც რუსულ გავლენას ზრდის, სამყაროა, რომელიც სწორედ ხელი მიუწვდა. ჩვენ, ამიტომ გადაადგილების საკითხის მოგვარება, ხო? და გარკვეული შესაბამისად კონტაქტებისა და კომუნიკაციების აღდგენა არის რაღაც პირველი საქმე, რომელიც შეიძლება რომ გაკეთდეს. და ბუნებრივია რომ ეს ასე ვთქვათ საერთო ინტერესებშია ბევრი ჯგუფის, ბევრი სოციალური ჯგუფის კონფლიქტით დაზარებული ადამიანის და თუ თბილისი გადადგავს გაბედულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, ჩვენ რაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მივიღოთ. ვთქვათ, აქ აი ამ არაფორმალურ დიალოგის ფარგლებში ჩვენ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ შეიძლება აფხაზური პასპორტების სამგზავრო დოკუმენტებად აღიარება მოხდეს, ხო, იმისთვის რომ მათ ზოგიერთ სახელმწიფოში მაინც მოგზაურობა შეძლონ ამ პასპორტებით და ამგვარად ხო ეს იზოლაციის პროცესი შეჩერდეს, ეს არ გულისხმობს ამ დოკუმენტების სამართლებრივ აღიარებას, ეს გულისხმობს მათ პრაქტიკულ აღიარებას როგორც სამგზავრო დოკუმენტის და არა როგორც პირადობის თუ მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის. ხო, ვთქვათ, ჩვენ განვიხილავთ ინტერნეტიზაციის შესაძლებლობებს, განსაკუთრებულად უკრაინის ომის შემდეგ, როცა რუსეთში ფაქტობრივად სამხედრო დიქტატურა ფორმდება, ძალიან აგრესიულია კონტროლი გამოხატვის თავისუფლებას და სარკეულ რესურსების და პლატფორმებზე წვდომაზე და ჩვენ ხედავთ რომ გარკვეული შეფერხებები უკვე აფხაზეთში ინტერნეტზეც ჩანს. ამიტომ მაგალითად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იდეა არსებობს რომ მოხდეს ალტერნატიული ინტერნეტის რესურსების შეთავაზება აფხაზეთისთვის ქართული მხრიდან ან ევროკავშირის მხრიდან, ხო, რომელიც მათ დამოუკიდებელ და თავისუფალ ინტერნეტზე და რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემდა.
შეიძლება ის იყოს ძალიან მცირე ფინანსური გადარიცხვების საკითხის მოგვარება, იმიტომ რომ ესეთი ტრანზაქციები პრაქტიკულად არსებობს, იმიტომ რომ ბიზნეს ურთიერთობები, ნათესაური ურთიერთობების პრაქტიკა არსებობს განსაკუთრებულად იგივე გალელებისთვის და მათ ძალიან მძიმე ხო რაღაც პროცესების გავლა უწევთ იმისთვის, რომ ეს მოახდინო. ამიტომ ნამდვილად არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი იდეა, თქვა იგივე ჯანდაცვის სექტორის გამართვის, ხო, იგივე გარემოსდაცვის მიმართულებით, რომელმაც ძალიან პოზიტიური კვალი შეიძლება შეიტანოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკური ნება სამსხურად არსებობს. ეს თუნდაც გადაადგილების პრობლემა კიდევ უფრო ქართულ და აფხაზეთში სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს დაუწესა უკრაინის ომის შემდეგ დასავლურმა სამყარო, ერთი მხრივ რა თქმა უნდა ეს სანქციები აბსოლუტურად გამართლებული არის იმ აგრესიის ფონზე, რასაც რუსეთი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს. მაგრამ მეორე მხრივ ამაში მოყვნენ ასე ვთქვათ ესეთი ტერმინი რომ გამოვიყენოთ აფხაზური მხარეს, ასევე ოსური მხარეს და რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ, ანუ როგორ უნდა მოიქცეს ქართული სახელმწიფო ამ საკითხთან მიმართებით, რომ რაღაც სხვარად აფხაზურ და ოსურ მხარეს ვთქვათ შეუმსუბუქოს ეს რუსული სანქციების უარყოფითი გავლენა მათზე. იცით, პრინციპში მრავალი წელია საქართველოს აყენებდა საერთაშორისო დონეზე აფხაზეთში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების უკანონობის საკითხს, ხო, რომელიც ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო, იმიტომ რომ რუსული ანექსიური პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი აგვისტოს ომამდეც კი ეს სწორედ ეს მასობრივი პასპორტიზაცია იყო. ამიტომ ხო, რაღაც აი ამ ძალისხმევამ საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ამ რეზოლუციის მიღების დროს საქართველოს კონტექსტიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ამ საკითხის აქტიური ლობირება შესაძლოა იმ პერიოდში არ მიმდინარეობდა. და საბოლოოდ აფხაზების განცდით, ხო, აი ამ რეზოლუციამ მათი იზოლაციის რაღაცა პოლიტიკა ახალ ეტაპზე აიყვანა და გააღრმავა. ეხლა გარკვეული ძალისხმევა იწევა იმ მიმართულებით, რომ მინიმუმ ვიზების გაცემის დროს იმ ჯგუფებს, ხო, აფხაზეთიდან ვინც დიალოგის ფორმატშია ჩართული, ვინც გარკვეულ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას ეწევა, მათ შეეძლოთ სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტები შენგენის სივრცეში და რაღაც ტიპის გამონაკლისები დაწესდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ხო, იმიტომ რომ დღეს ნამდვილად სჭირდება აფხაზურ საზოგადოებას და ელიტას ხედვა და აი ამ ხედვისთვის საჭირო შესაძლებლობების და ალტერნატივების დანახვა, თუ რა არის ის ალტერნატივა გარდა რუსული ანექსიისა. ხო, დღეს ჩვენ ხედავთ, რომ პრინციპში აფხაზები ამაზე პირდაპირ საუბრობენ, ხო, რომ ეს რაღაცა ტიპის ანექსია, კოლონიზება და სრულიად კაბალური პირობების, ხო, დაწესება მათთვის, თუნდაც როცა აპარტამენტებზე სოხუმის აეროპორტის ან იგივე ბიჭვინთის, ხო, სანატორიუმის შენობა ნაგებობებზე ვსაუბრობთ. ანუ ამენას ისინი პირდაპირ იყენებენ, თუმცა ჩემი განცდით მათ ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ, რომ არსებობს სხვა შესაძლებლობები. ისინი ვერ ხედავენ, რომ არსებობს რაღაცა ტიპის ალტერნატივა, რომელმაც შეიძლება მინიმუმ დაუბალანსოს, ხო, აი ეს ჭარბი დამოკიდებულების ხარისხი, რომელიც მათ რუსეთთან აქვს. ხო, პრინციპში იგივე, თქვათ, ბატონი ბჟანიას განცხადებები რომ ნახოთ აი ბოლო პერიოდში, ხო, როცა აეროპორტზე საუბრობს ან აპარტამენტებზე, ის პირდაპირ ამბობს, რომ უარი ჩვენ შეიძლება დაგვიჯდეს ბიუჯეტში რუსული მხარდაჭერის შემცირებით, როცა პენსიებს ვეღარ გადავხდით, ხელფასებს ვეღარ გადავხდით საჯარო მოხელეებს და ასე შემდეგ. ამიტომაც თქვა რომ სიტყვა მაქვს მიცემულიო ამ ბიჭვინთის თემაზე. უშუალო შეხვედრა როდესაც ჰქონდათ. ხო, მაგრამ აქ მათთვის დგას საპირწონედ აი ეს რაღაცა ტიპის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთიდან მოდის და იმის საპირისპიროდ სხვა ალტერნატივა არ ჩანს. ამიტომაც იმისთვის რომ რაღაცა შეიცვალოს, ხო, პირველ რიგში მნიშვნელოვანია აი ამ ალტერნატივების ხედვის შექმნა თბილისის და თბილისთან ერთად ევროკავშირის მხრიდან და მე ნამდვილად მგონია, რომ ევროპეიზაციის პროცესი, ხო, აი ამ ევროპული განვითარების დემოკრატიზაციის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის უნიკალური გამოცდილება, ხო, სამშვიდობო პოლიტიკის, რომელიც თავად ევროკავშირს აქვს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება გამოვიყენოთ სწორედ აი ამ
ალტერნატივების ხედვების შესაქმნელად. ისე აფხაზურ მხარეს ხომ, ანუ აფხაზურ მხარესთან საინფორმაციო პოლიტიკაც ერთგვარად პრობლემატური არის ქართული მხარით, იმიტომ რომ შეიძლება უკვე არსებობს რაღაც შესაძლებლობები, რომლებიც უბრალოდ არ მიდის აფხაზური საზოგადოების ყურამ დამხრევ თუ არის რამე ტრანსფორმაცია საჭირო თქვა საინფორმაციო კუთხით, რომელშიც იგულისხმება როგორც ხელისუფლება, ისე მედია ქართული, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და თქვენ რადგანაც ჩართული ხართ ამ საკითხებში, თუ გაქვთ მეტი ინფორმაცია რა საინფორმაციო კამპანია იწარმოება. მე ვფიქრობ, რომ პრობლემა საინფორმაციო არხებში არ არის. დღეს პრობლემა არის ის, რომ ჩვენ რეალური არაფერი გვაქვს სათქმელი აფხაზური საზოგადოების. აქ პირველ რიგში პოლიტიკურ კლასს გულისხმობ, ხო? იმიტომ რომ ხელისუფლება იმეორებს ესე ტრადიციულ მანტრებს, ხო, რომელიც კონფლიქტების ტრანსფორმაციას არ ხმარდება და არ მიესადაგება. ამავდროულად ხანდახან რაღაცა ტიპის ესე პრობლემურ განცხადებებს დავინახავთ ხოლმე ამავდროულად, ხო? რაღაც არსაიდან მოტანილ იდეებს, ხო, რომ რაღაც ეს ეკონომიკური პროექტების შესახებ და ოპოზიცია, რომლის პროგრამებში ჩვენ თითქმის ვერ ვიხილეთ მათი ხედვები, როგორია კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით და რა არის ის ცვლილების თეორია ან სტრატეგია, რომელიც მათ შეიძლება ქონდეთ. უფრო მეტიც ხანდახან აი ეს უკრაინის ომის ტრამვისა და იფორიის ფონზე რაღაც ფრთიან გამონათქვამებს დავინახავთ ხოლმე, ხო, რომ აი რაღაცა დავიბრუნებთ და ჩვენ ერთად შევძლებთ და სოხუმში მიხეილ სააკაშვილი ააშენებს დიდ აეროპორტს და ის იქნება მთავარი არქიტექტორი და ასე შემდეგ, რაც გაუგებრობას იწვევს საერთოდ, ხო, როგორ ააშენებს მიხეილ სააკაშვილი სოხუმის აეროპორტს, ხო? ამიტომაც მე მგონია, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ პოლიტიკურ კლასს არ აქვს სათქმელი, არაფერი, ისინი რეალურად არ მუშაობენ ალტერნატივებზე და გზებზე, როგორ შეიძლება გამოინახოს საერთო ინტერესები და ამ საერთო ინტერესების გადაჭრის დღის წესრიგები და სტრატეგიები და ეს არის სინამდვილეში მთავარი პრობლემა. ძალიან ხშირად ქართული მხარე ამას ხსნის იმით, რომ პრობლემა თავად აფხაზურ ელიტაშია, ხო, რომ ისინი ხშირად ინფანტილურად იქცევიან მოლაპარაკებების დროს, კომპრომისებზე წასვლა არ უნდათ, ან ის რომ ისინი საერთოდ მარიონეტები არიან და მხოლოდ იმას საუბრობენ, რაც რუსეთს უნდა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზური საზოგადოება, გარკვეულწილად პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტაც წლებია ახერხებს ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლას საკუთარი ინტერესების დასაცავად და რუსული ანექსიის შესაჩერებლად. დღეს აფხაზური საზოგადოება რუსული ანექსიის შეჩერებას ცდილობს სრულიად მარტო. ხო? იმიტომ რომ მაგალითად მათ ამდენი წელია ისინი ახერხებენ, რომ შეაკავონ ეს კანონი უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ, რომელიც აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამანგრეველი იქნება, ხო, მაშინ როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო დემოკრატიული აქტიურია, ისინი იბრძვიან აპარტამენტების წინააღმდეგ, რესურსების გასხვისების წინააღმდეგ და ძალიან საინტერესო თვითორგანიზებას აჩვენებენ, ხო? და ჩვენ ხედავთ, რომ ისინი სრულიად მარტოები არიან დარჩენილი. ენერგოსექტორის პრივატიზაციის წინააღმდეგ. თუნდაც, ხო? ამიტომაც ჩვენ პრობლემა იმაში კი არ გვაქვს, რომ რაღაც ტელევიზია არ გვაქვს, თქვათ, რუსულ ენაზე, რომ აფხაზებს და ოსებს რამე გავაგონოთ, არამედ ჩვენ პრობლემა გვაქვს სტრატეგიული ხედვის, ამოცანების განსაზღვრის და რაღაცა ტიპის დისკურსების, ხო? იმიტომ რომ თუნდაც ჩვენ ახალი ენა გვჭირდება, როცა სამშვიდობო პოლიტიკას და კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ. ჩვენ დეოკუპაციაზე უნდა ვიმუშაოთ აქტიურად, ჩვენ ახალი უსაფრთხოების სისტემაში ეფექტურ ინტეგრაციაზე უნდა ვისაუბროთ და ვიმუშაოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სხვა ენა აფხაზურ და სურ საზოგადოებებთან, საერთო ინტერესების და დღის წესრიგების გამოძებნა და ეს აქტიური კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია თუნდაც ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის დოკუმენტები, ხო? ჩვენ გვაქვს 2010 წელს მიღებული, ხო, რაცა ჩართულობის სტრატეგია, რომელიც ამდენი ხანი არ გადახედილა, არ მომხდარა მაშინ მნიშვნელოვანი ცვლილებები, ეხლა იყო დაგეგმილი, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ითქვა, რომ ეხლა რთული იქნება ამის მოდიფიკაცია, რაც მესმის აბსოლუტურად. თუმცა ფაქტია, რომ ამდენი ხანი ხო რაღაცა არც პარადიგმა შეცვლილა, არც ხედვები შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით, თქვა იგივე ბატონი პაატა ზაქარიაშვილის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას, ხო და გარკვეულ პროგრამულ ინიციატივებს, უფრო პროექტულ ინიციატივებს, პროგრამულსაც ალბათ ვერ დავარქმევთ. და ძალიან საინტერესო არის ის, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის დოკუმენტებს თუ ხედვებს წერს ისე, რომ
აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებასაც კი არ ელაპარაკება. ხო, შეუძლებელია შემუშავდე კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე და მეორე მხარე არ საუბრებოდე, არ იგებდე მათ წარმოდგენებს, მათ პერსპექტივებს, მათ უკმაყოფილებას, მოლოდინებს და ვთქვათ, ესე სთავაზობდე ცალკარში გარკვეულ ინიციატივებს. ამიტომაც მიუხედავად იმისა, ხო, რომ აი ძალიან ხშირად ხდება აი ამ რაღაცა ტიპის საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება კონფლიქტებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი სუსტი, ბუნდოვანი და პრიორიტეტებისგან დაცლილი, როგორც სამშვიდობო პოლიტიკის არც ერთი მიმართულება არ არის. ისე თქვათ თეორიულად გადაიდგა ის ნაბიჯები, ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ამ ინტერვიუს განმავლობაში ვისაუბრეთ და რომელზეც ევროკავშირი საქართველოს აფხაზურ მხარესთან ერთად მუშაობს სხვადასხვა არაფორმალურ თუ ფორმალურ პლატფორმაზე. რა იქნება თვითონ რუსეთის რეაქცია, თუნდაც მაგათად გადაადგილდნენ, როგორც ჩვენი საუბრისას აღვნიშნეთ, აფხაზური პასპორტი, როგორც ქართული იდენტიფიკაციის დოკუმენტი, მაგალითად გადავიდნენ თურქეთში იმოგზაურეს, სომხეთში იმოგზაურეს, საქართველოს გავლით, რაც რა თქმა უნდა, რუსულ გავლენებს შეამცირებს და მათ ქართულ სივრცეში, საქართველოს სივრცეში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და რუსეთის რეაქცია რა იქნება? არ ამგონია, რომ მათთვის ეს რამეგვარად ხელსაყრელი განვითარება იყოს მოვლენებში. იცით, ეს რა თქმა უნდა არის რისკი, რომ რაღაცები დაიბლოკოს, ულტიმატუმებზე წავიდეს რუსეთი და ასე შემდეგ. მაგრამ, ჯერ ერთი ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ეს დაგვიანებულიც კია. ხო, იმიტომ რომ სწორედ საქართველოს, ასე ვთქვათ, კონცენტრაცია მხოლოდ არაღიარების პოლიტიკაზე და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულების, როგორც ჩარჩო, ხო, როგორც ხედვა, რა უნდა გააკეთო კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით ამის დაკარგვამ, ნამდვილად გამოიწვია, ეს ძალიან გააღრმავა საზღვრები და გაუცხოება აი ამ ორ საზოგადოებას და აი ამ ორ ველს შორის, ხო, საერთოდ. ამიტომ კი იქნება გარკვეული რეაქციები, თუმცა ამავდროულად ხედავთ, რომ ეხლა ამ პირობებში განსაკუთრებულად რუსეთი მთლიანად ომის საკითხებზეა გადასული. ჩვენ ხედავთ მაგალითად მოლდოვა როგორ ახერხებს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მან არა მხოლოდ დააჩქარა და გააძლიერა ევროკავშირთან ინტეგრაცია, ხო, არამედ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებს, ვექტორებს ცვლის, ხო, ის საერთოდ დსთ-დან გამოსვლაზე საუბრობს ახლა მიიღეს კანონი, რომელიც რუსული, ხო, პარტიების ფუნქციონირებას შეზღუდავს მოლდოვაში და ასე შემდეგ. ან თქვა თუნდაც სომხეთი, რომელმაც აი მეორე ომის შემდეგ ძალიან მძიმე დარტყმები მიიღო ადამიანური, ეკონომიკური, სამხედრო, ასე შემდეგ, მაგრამ ახერხებს ევროკავშირთან ამერიკის დონეზე აქტიურ მოლაპარაკებებს, ცხადი აზერბაიჯანთან ერთად და გარკვეული ევროპული, ხო, რესურსების მობილიზებას საზღვრების თუ დემარკაციის პროცესში. დისტანცირებას. რაც ხო, და ეს საზოგადოებრივ დონეზე ჩანს, რაოდენობრივი კვლევის შედეგებიც კი აჩვენებს, როგორ იცვლება პოლიტიკური განწყობები, თქვა თავად სომხურ საზოგადოებაში. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენზე სუსტი სახელმწიფოები, რუსეთზე ჩვენზე ორმაგად დამოკიდებული სახელმწიფოები, უფრო მოწყვლადი საზოგადოების მქონე სახელმწიფოები, ხო, არც სომხეთში, არც მოლდოვაში ასეთი ძლიერი ევროპული განწყობები მაგალითად არ არის და ასეთი მაღალი ანტირუსული განწყობები არ არის, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საზოგადოებები ამ ისტორიულ, ხო, რაღაცა კონტექსტებს და ცვლილებებს იყენებენ საკუთარ ინტერესების გასატანად და საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ გაბედულებას, არამედ რაღაც მცირე ნაბიჯებსაც კი არ აჩვენებს, რომელიც ახალ ტიპის პოტენციალს შექმნის, ხო, რაღაცა ტიპის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ამიტომაც აი ეს მხოლოდ რუსეთის როგორც ტოტალური, დაუმარცხებელი, დაუძლეველი საფრთხედ დანახვა, ხო, რომელიც სრულ პარალიზებას უკეთებს თითქოს თბილისს. მცირე სამუშაოები მაინც დაგეგმოს, ჩემი აზრით გადაჭარბებულია და ზემოთ განხილული მაგალითებიც ამას აჩვენებს. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა თქვენ.